ღმერთმა დაგლოცავთ კიდოსა უბრალოდ დღესასწაულს განსაკუთრებით შობის შემდეგ დღეებს აკვე ნაფისღებაც მოდის ამიტომ მეტად ვიფიქრობთ უფალზე მეტად ვიფიქრობთ ღმერთზე სულის ცხოვრებაზე ვინც ფიქრობს ამოვებაზე და მღელვარებს წუხს ხოლმე მღელვარს და წუხს ხოლმე მიწიერზე ის ვერაფერს ვერ იპოვის ჯამში არაფერი არ შერჩება ხელში სულიერი სიმდიდრე აი რა არის თავი ამიტომ დროებით უნდა ქვეყანაზე ისარგებლოთ იმისაც რომ მარადიული მოვიპოვოთ სიკეთეები რაც გვაქვს ღმერთმა რაც მოგცა მოგვახმაროს მშვიდობით მოვიხმაროთ მშვიდობით შევირგოთ და ასე ვთქვათ შევისხორცოთ რასაც გვაძლევს უფალი ყოველივეს მაგრამ საშუალებად ვაქციოთ იმისათვის რათა ზეციური სიკეთეები მოვიპოვოთ ამ მიწიერი ანუ საყრდენი წერტილი იყოს ეს მიწიერი ჩვენ არა გავამატერიალუროთ სული არამედ მატერიას ვაკურთხოთ და გავასულიეროთ ანუ ყველაფერი რაც ღმერთმა მოგცა ღვთის სადიდებლად და სულის საცხოვრებლად გამოვიყენოთ აი ეს არის სიბრძნე უგუნურებაა რომ ადამიანს ეგონოს რომ შეიძლება წუთისოფლი და წუთისოფლთანაც ინეტარო წუთისოფლთანაც იყო კარგად ინეტარო და ასე ვთქვათ წუთისოფლშიც იხარო და ქრისტესთან ერთადაც იმეფო ესე არ გამოვა ამბობს ამას წმინდა მამები ესე ვთქვათ ეს თითქოს და ცხადი ჭეშმარიტება ზოგს არ ესმის ამიტომ როგორც ჟანგი ჭამს რკინას ასე ჭამს ამასოფლის დევნა და ამასოფლის ფასეულებების დევნა და ჩაფხაუჭება ადამიანის ასე ვთქვათ გულს ვნებს ჭამს მას ამპარტავნებაში აკეთებს სხვადასხვა ცოდვებში პატიმოყვარეობაში და ხრავს ადამიანის გულს რითაც მთლიანად მთელ ადამიანურ შემადგენლობას ვნებს სულ სამშვილსა და სხეულსაც ამიტომ ქრისტესით ვართ გამოსხივული მის წმინდა სისხლით და არა ოქროთი და ვერცხლით და ჩვენ ქრისტეს მიერ ვართ გამოსხივული მაგრამ ოქროს ხო არ ვემსახურებით ამიტომ როგორც წმინდა იოანე ოქროპერი ამბობს რომ ვისაც ქრისტეს მიერ გამოსყიდულობა ავიწყდება და ოქროს ემსახურება იგი ვერ იქნება ქრისტესთან ერთად ამიტომ თუ ქრისტეს ვქადაგებთ და თუ ქრისტეს ვემსახურებით და ვქადაგებთ უფლის მეუფებას ამიტომ მეორის მეუფებას სხვა ოქროსა და მამონას მეუფებას არ ვემორჩილებით ან მაშინ თუ მამონას ემორჩილები და მამონასთან მეუფებ მაშინ ქრისტესთან წილი ვერ გექნება ასე რომ ჩვენ როგორც პატარა ბავშვები ისე ვართ და ისე უნდა მოვიქცეთ როგორც ბავშვი ერთი ხელით მამაზეც ერთად უნდა ვიყოთ ჩაკიდებული როგორც ბავშვები ჩაჭიდებული ერთი ხელით უნდა მამას ზეციურ მამას ვიყოთ ჩაჭიდებული მეორე ხელით კი აი ეს სულიერი სიმდიდრეები სულიერი კენკრა ასე ვთქვათ როგორც წმინდა მამებმა აი სულიერი ხილი სულიერი სიმდიდრე მოვიპოვოთ მოვაგროვოთ ხო ამ მიწიერ მდელოზე ჩვენი ცხოვრების შევაგროვოთ ის სულიერი ფასეულებები რომლებიც ჭირდებათ რომლებიც ძალიან ბევრი არის მოცემული ჩვენთვის აქვს დავიწყოთ 7 ნიჭით რომელიც ხანაყოფად უნდა ვაქციოთ და უამრავი კიდევ სიკეთე რაც ღმერთმა მოგცა მოკლედ ყველაფერი ის სიკეთები რაც ღმერთმა განგვიცხადა შევაგროვოთ ერთი ხელით უფალთან ვიყოთ ჩაკიდებული მეორე ხელით ასე ვთქვათ მარჯვენით მარცხენით როგორც იქნება რომ ახალსაც ავერჩეთ ერთი ხელით უფალთან და მეორე ხელით ასე ვთქვათ ვიყოთ აი ამ მოვაგროვოთ ამ მიწიერი ფასეულებები ერთი ასე ვთქვათ ზეცისკენ ვიყუროთ მაგრამ პერიფერიული მხედველობა სულიერი მიწაზეც გქონდეს აი ესე და აუცილებელი რაც არის არა ზედმეტი არამედ რაც აუცილებელი პური ჩვენი არსობისა ყოველივე მოგვეცემა ჩვენ და რაც მიწიერი აუცილებლობებია საჭიროება ყველაფერი რაც საჭირო მოგვეცემა და გვექნება თავი დავინდაბლოთ შემოსვლილი გული უდიდესი იარაღია უდიდესი მტერი ვეღარ გეკარება ხილავი მტერი როცა დაიმდაბლოს თავს კი იცდება ვეღარ გეკარება ეს სულიერი მტერი და ვნებები კვდება მტერი მარცხდება თავმდაბალი ადამიანი ამხელა ძალასად არის სულის თავმდაბლობა ეს შეუმუსრავი იარაღია ამბობენ წმინდა მამები შეუმუსრავი ამას ვერაფერი ვერ ამარცხებს თავმდაბლობას ვინც ამპარტავანია მართალი ჭყალებში მართალი ამპარტავანი უკვე დაცემულია თავმდაბალი ცოდვილი ჯობიაო წმინდა მამები ამბობენ ვიდრე ეგრეთ წოდებული მართალი ვითომ მართალი ზარ როგორ იქნება მართალი მაგრამ ვითომ თვით მართალი ამპარტავანი ამიტომ ცოდვის ტყვეობიდან გამოვიდეთ
უნდა მეტად დავიდამოთ თავი და ყოველთვის და ყველაფერზე მაღლა დავაკენოთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მისი მცნებელი და ვიცხოვროთ მისი მცნებელი და ვიაროთ წინ თქვენი არეთ წინ ილოცეთ ქრისტეს ევედრეთ და გზახსნილი ისედაც თბილი და მსუბუქი და უფრო ნათელი გახდება ამიტომ ქრისტეს ნათელი ყველას და ყველგან ყველას გვიცავს მისი ლოცვაც რაც მეტყველებს რაზეც მეტყველებს ეს ლოცვა ქრისტე ნათელო ჭეშმარიტო რომელი განანათლებდა წმინდა ხომ ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად და თქვენს აი ამ ნათელი ჭეშმარიტ დიარეთ ქრისტე გვარავდეთ ყველა დასასწაულებს და გაგინათოთ უფალმა და გვინათებს მთელი ჩვენი ცხოვრების კუთხე კუნძული და სულ წინ სულ გზა გახსნილი ყოფილიყოს თქვენი ოჯახის გზა მართლმადიდებელი ქრისტიანების მადლობთ ჩვენს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა